ქუთაისში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე დევნილთა 20 ოჯახი 20 წელია გაუსაცრის პირობებში ცხოვრობს. 4 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც დევნილები შეასახლეს, დღეს ამორტიზებულია. კორპუსის საძირკველი მთლიანად დატბორილია, სახლის მესამე და მეოთხე სართულზეც კი წვიმის წყალი ჩადის. დევნილები დახმარებას ითხოვენ. აფხაზეთიდან დევნილი 20 ოჯახი ამ შენობაში დაახლოებით 2 ათეული წელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ნახევრად მიტოვებული შენობის მესამე და მეოთხე სართულებზე განთავსებულ საცხოვრებელ ოთახებში ისე წვიმს როგორც გარეთ. გაუსაძლის პირობებში ვიმყოფებით, როგორც სიტყვიან და აგერ წყალი ჩამოდის, წყალგაყვანილობა არის საშინაო მდგომარეობაში. დამატებით პრობლემებს ქმნის ძველი შენობის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. სასმელი წყალი და კანალიზაცია ჩემი აზრით მე ვფიქრობ, რომ ერთმანეთშია არეული. გვეშინია რომ ბავშვები არ მოგვეწამოს. შენობის საძირკველი ზამთარ ზაფხულს წყლით არის დატბორილი, რაც ანტისანიტარიის დამატებით კერას ქმნის. წყალი დგება სამსაფეხურამდე ამოდის და პაციენტების ის არის აკვანიად. კოღოები საშუალო სარგბაზლებიან და კოღოს ნაკმენით კაცი შეიძლება რომ მოგდეს და ჩვენ ბავშვები კიდევ ყავს აქ. საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის სამმართველოს უფროსის განმარტებით შენობა, რომელშიც დევნილები ცხოვრობენ, კერძო საკუთრებაა. ამიტომ საჭიროა მათი ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება. თუმცა დავით აფციაურის თქმით, ბათუმში გადასვლაზე დევნილების უმრავლესობამ ცოტა ხნის წინ უარი განაცხადა. მიმდინარე წელს კი იძულებით გადაადგილებულ პირებს ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში გარემონტებულ ფართს შესთავაზებენ. აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობთ. ეს ობიექტი არის ავარიული ობიექტი, ყავს კერძო მესაკუთრე, აქედან გამომდინარე ობიექტი არის აუცილებლად დასაცლელი და ეს დევნილი ოჯახები, რომლებიც იქ ცხოვრობენ და ამჟამად ცხოვრობს 20 დევნილი ოჯახი, გადასაყვანია შესაბამის კეთილმოწყობილ ბინებში. ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამოყოფამდე დევნილებს ნახევრად დანგრეულ შენობაში უწევთ ცხოვრება.